რატომ ტოვებენ მამაკაცები ქალებს? ისეთ ქალებსაც კი, რომლებიც ყველა ღირსებით არიან შემკული. რა თქმა უნდა, ქალებიც ტოვებენ მამაკაცებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მინდა ვისაუბრო მიზეზზე, რის გამოც მამაკაცები მიდიან. იფიქრებთ, რომ საუბარი იქნება რაღაცა მიზეზების ერთობლიობაზე, გარემოებათა დამტყვევაზე, ღალატზე, ცხოვრებისეულ ცირთულეებზე თუ ვითარებებზე არა. ამჯერად მინდა უფრო ფუნდამენტურ მიზეზს საფუძვლიან საყრდენს შევეხო, რომელმაც შესაძლოა ბევრი ფიქრისა და განსჯის მიზეზი მოგცეთ. როგორც ვიცით, პირველი სასიყვარულო თუ ცხოვრებისეული ინტრიგა გათამაშდა ედემის ბაღში. მოკლედ გავეხსენოთ შინაარსი. ედემის ბაღში მშვიდად, უდარდელად და ბედნიერად ცხოვრობდნენ ადამი და ევა, რომლებსაც ღმერთმა აუკრძალა ერთადერთი ხის ნაყოფის დაგემოვნება. ეს ხე გახლდათ ცნობადობის, ანუ ხე, რომლის ნაყოფის მირთმევის შემდეგაც ადამიანი ისწავლიდა კარგისა და ავის გარჩევას და დაგებას. როგორც მოგეხსენებათ, ევა აცდუნმა გველმა, რომელიც სადავოა, თვითონ თეოლოგები დაობენ ამაზე, ნამდვილად გველი იყო თუ არა, რადგან მოგეხსენებათ, რომ იმ აქტის შემდეგ, რაც ევამ ვაშლი მიირთვა და ადამიანსაც გაუნაწილა, რამაც ღმერთის რისხვა გამოიწვია და ისინი ამის გამო ედემიდან განდევნა და ეს არის საკვანძო მომენტი, მან გველს უთხრა, რომ ამ ცოდვის გამო, იმის გამო, რომ მან ევა აცდუნა, მთელი ცხოვრება იხოხებდა მუცელზე, რამაც უნდა გვაფიქრებინოს, რომ მანამდე გველი არ ხოხავდა მუცელზე. მოკლედ, წეღან ვახსენე საკვანძო მომენტი და ახლაც გავიმეორებ. საკვანძო მომენტი გახლავთ ის, რომ უფალმა დაატოვებინა ედემის ბაღი ადამსა და ევას, გააძევა ისინი და ედემის ბაღის შემოსასვლელში დააყენა ქერუბიმი, რომელიც ამ ბაღს დაიცავდა. ვინმეს შემოჭრისგან, მოცემულ შემთხვევაში ადამისა და ევას უკან დაბრუნების. ახლა ნახეთ, შემდეგ გაგრძელდა ისე, როგორც გაგრძელდა, როგორც ბიბლიაში აღწერილი, მაგრამ მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ ის, რომ პრინციპში ადამს ედემის ბაღი დაატოვებინეს ევას გამო. თანაც უთხრეს, რომ ამის შემდეგ, იმის გამო, რომ ის აჰყვა ევას, ცდუნდა, მოუწევდა მძიმე შრომით უკმაპორის მოპოვება და იმდენად მძიმე შრომით, რომ
მისი ოფლი გაპოხავდა მიწას, რომელზეც ადამი იმუშაობდა, რომელსაც ადამი დაამუშავდა. და აი აქ იბადება ვერსია, ჰიპოთეზა, რომ რაკიღა ჩვენ ახლა საუბრობთ არქეტიპებზე და რაკიღა ჩვენ არ განვიხილავთ კონკრეტულად იმ ახსნა-განმარტებებს, რომლებიც თეოლოგებს აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ მოდი დავსვათ ასეთი წამოვჭრათ ასეთი ვერსია, რომ შესაძლებელია ადამი მას შემდეგ განრისხებულია, გაგულისებულია, გაბრაზებულია ევაზე, რომლის გამოც დატოვა უზრუნველი, უდარდელი, მზითა და თეთრი რძის მდინარეებით სავსე ედემი. ანუ როდესაც მამაკაცი მიდის ქალისგან, კიდევ ვიმეორებ, თუნდაც ეს ქალი იყოს ყველა ღირსებით შემკული, სადღაც მის ქვეცნობიერში გამოძახილი გახლავთ მიტოვება იმისა, რომ ოდესღაც ძალიან დიდი ხნის წინ ადამი იძულებული გახდა დაეტოვებინა ედემის ბაღი ევას გამო. ეს უბრალოდ განსჯისებთვის. თუ გნებავთ, ვისაუბროთ ამაზე კომენტარებში. დაწერეთ თქვენი მოსაზრებები. ყველა აზრს, რასაკვირველია, პატივს ვცემ და თქვენთანაც თხოვნა მექნება, რომ ამ ვიდეოში დაფიქსირებული მოსაზრება არ მიიღოთ რაიმე თქვენთვის წარმოუდგენელ, გაუგებარ, დაუსაბუთებელ ჰიპოთეზად, უბრალოდ ვსაუბრობთ ამაზე და ვსვამთ კითხვებს. ბედნიერებას გისურვებთ, როგორც ყოველთვის. დროებით.